გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. წინა ვიდეოში გადავიღეთ ტრეიდინგის ეპიზოდი 5, სადაც შევისწავლეთ თუ რა იყო order block და breaker block, ანუ დაგვემატა კიდევ ახალი წინააღმდეგობის ზონები, ხო? რასაც ჩვენ სასარგებლოდ ვიყენებთ და ეხლა ამ ვიდეოში მინდა განვიხილო time zone-ები, ანუ kill zone-ები, ICT kill zones. კოლერაციული წყვილები, SMT დივერგენცია რა არის, ასევე ცოტას ვილაპარაკებ displacement-ზე და order flow-ზე. ამიტომაც გადავიდეთ უკვე chart-ზე და დავიწყოთ kill zone-ების ახსნა, რომ დიდხანს არ გავგვეწელოს ვიდეო. ვფიქრობ, რომ ეს ვიდეოც დიდი ხანი იქნება რა, დაახლოებით ესეც 1 საათი რა, ეგრევე ვფიქრობ, რომ 1 საათიანი ვიდეო გამოვა. დავიწყოთ ჩვენ kill zone-ების ახსნა და ჯერ სანამ ამ kill zone-ების ახსნას დავიწყებ, უნდა განახოთ ინდიკატორებში თუ რა ინდიკატორს ვიყენებ, აი აქ წერია ICT kill zones and pivots, კითხვები რო არ გაჩნდეს, მე აი ეს ფერები ხალხს ძალიან აბნევს ხოლმე, რომ აი საიდან რანაირად გააკეთა. უბრალოდ შედით აქ ინდიკატორებში, ჩაწერეთ ესე ICT kill zones and pivots, აი აქ რა წერია და გადაიტანეთ თქვენ chart-ზე. როგორც მახსოვს, უფასო ვერსიაზე მგონი 1 თუ 2 ინდიკატორის დაყენება შეგიძლიათ. და წესით დააყენებთ რა ამას. თუ არა და მოგიწევთ ყიდვა. ეხლა ვილაპარაკოთ kill zone-ებზე, ხო? თუ რამდენი kill zone გვაქვს, ან რატო ქვია აზია, ლონდონი, ნიუ-იორკი, აი ეს სახელები რატო ქვია, ხო? და რატო უნდა ვივაჭროთ ამ დროის მონაკვეთებში და ამის მიხედვით ყველაფერს ჩავშლი ახლა. მოკლედ, ჩვენ ბაზარზე გვაქვს ესეთი სიტუაცია. აი აქ თუ ხედავთ, chart-ს მივახლოვებ კიდევ, აი ამ ლურჯ არეალში, ხო? ჩვენ გვაქვს აზიის დიაპაზონი, ანუ ამას ქვია აზია, რასაც ხედავთ აქ, აზიის დროის ჩარჩო არის. ნახეთ და ეს აზიის დრო იწყება 20:00-დან და მთავრდება აი ქვემოთ აწერია 00-ზე ზუსტად. ხო? ეს არის აზიის დრო. ამ დროში ხშირად კონსოლიდაცია ხდება ხოლმე, მარკეტზე ვინც დიდხანს უყურებთ უკვე და იცით, უბრალოდ აზია range-ს ქმნის ხოლმე. ეხლა მეორე kill zone-ი განვიხილოთ. მეორე kill zone-ი არის ლონდონი. ლონდონი იწყება 2 საათიდან და მთავრდება 5 საათზე, ხო? და ძირითადად ლონდონი რა შვება ხოლმე. აზია უქმნის range-ს, ანუ დიაპაზონს ქმნის აზია, აი მაგალითად ეს რაღაც დიაპაზონი და ლონდონი იღებს ხოლმე ამას და ლონდონი რევერსდება. ანუ манипуляция ქვია ამას. რომ ლონდონმა თუ აიღო და გასვიპა ზედა აზიის თავი და დარევერსა, მაგიებსაც ყველაფერს ჩავშლით მერე. ამას ქვია ლონდონი, რომელიც არის 2-დან 5-მდე, ხო? ეს არის, რავი, ჩემთვის საყვარელი სესია, იმიტომ რომ ყველაზე ნათლად ჩანს თუ მარკეტს რა უნდა რომ გააკეთოს, სად უნდა წავიდეს და ყველაზე ვოლატურია და გადის ხშირ შემთხვევაში ყველა ან kill zone-ის დროის, რავი, ყველაზე მეც გადის რა, იმდა პოინტებში ვიგულისხმობ. აი აქ მაგალითად ამას გავლილი აქვს ახლა 655 პოინტი, ხო? მაგრამ აი ამათ რო შეხედოთ, ძალიან ცოტა ექნებათ გავლილი. აი 150-166 პოინტი აქვს გავლილი ლონდონს, ხო? ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე სულ ესე და დღის გაფართოებას ზოგადად აკეთებს ხოლმე ნიუ-იორკის AM-ი, ხო? და აი რამხილა განსხვავება უბრალოდ რო შეხედოთ 150 პოინტი და 600 რაღაცა პოინტი, ხო? ყოველთვის ჯობია რომ იყოთ აი ასეთ მაღალ ალბათობიან სავაჭრო კონდიციაში, ვიდრე აი ამ პატარა რაღაცაში. ეხლა ეს სესია განვიხილოთ, რომელზე იწყება. ეს სესია იწყება 9:30-ზე და აი ეს სესია, როდესაც შემოდის, აქ მანამდე შეხედეთ თუ დააკვირდებით, როგორი პატარა მოძრაობები აქვს ანთელს, ხო? აი ეს თითქოს კონსოლიდაციასავითა, მაგრამ შემოდის თუ არა 9:30 საათი, შეხედეთ რა შვება.
დიდი სანთლებით დაიწყო მოძრაობა და ნახეთ რა შვება, ანგრევს უბრალოდ ბაზარს, როგორ აი რამხელა დიდი სანთლებით მოდის, ხო? და ეს სანთლები ლოგიკურია, რომ რაღაცა მიზნისთვის მიდის, ხო? დიდი ალბათობით ჩამოვიდა, აიღო ლიკვიდობა და შეენელდა ფასი, ავიდა რეტრეისმენტი გააკეთა და გაჩერდა რაღაცა ადგილას, ხო? ეს ნიუ-იორკის AM-ი 9:30-ზე იწყება და მთავრდება 11:00-ზე. მერე ანუ არის ხოლმე ლანჩის სესია, აი ამ სესიას უფრთხილდით ხოლმე, იმიტომ რომ ყოველთვის აქვს აი ესეთი პატარა მოძრაობა, აი ძალიან ხშირ შემთხვევაში აქვს ესეთი მოძრაობები. გირჩევთ რომ ამ სესიაზე არ ივაჭროთ ხოლმე. 12 საათისთვის იწყება ეს და მთავრდება 13:00-ზე. ოღონდ ამ დროებს ვიძახი ამერიკის ან ნიუ-იორკის დროით, ხო? მე წინა ვიდეოშიც ვქვი, რომ თუ დროებს განვიხილავ აქ, ყველაფერი იქნება ნიუ-იორკის დროით. ნახეთ, აი აქ რო შეხვალთ, მონიშნეთ ეს ნიუ-იორკის დრო, ხო? რომ რაიმე შეცდომა არ გქონდეთ. და ეს იყო ნიუ-იორკის AM-ი, ეს იყო ლანჩი, ხო? და ეხლა აი ეს სესია არის ნიუ-იორკის PM-ი, ანუ დილა და საღამო, ხო? და ანუ შუაში არის ლანჩი. ეს ნიუ-იორკის PM-ის ნორმალურ მოძრაობებს გადის ხოლმე, ნორმალური სავაჭროა, შეგიძლიათ აქ ივაჭროთ. იწყება 13:30-ზე და მთავრდება 16:00-ზე, ხო? ასევე ჩვენ ვიცით, რომ ბაზარი იკეტება 17:00-ზე და იხსნება 18:00-ზე. ეხლა მინდა ვილაპარაკო თუ აი ამ დროში რატო ვაჭრობთ, ხო? ეხლა განვიხილოთ მეგობრებო, თუ რატო ქვია ამათ აზიის კილზონი, ლონდონი, ნიუ-იორკის AM-ი, ნიუ-იორკის PM-ი, ხო? რაშია საქმე, ნახეთ, როდესაც აზიის დიაპაზონი გვეხსნება ჩვენ, აზიური ბანკები, ჰედჯ ფონდები აქტიურდებიან აი ამ დროს და აი აქ გვიგროვდება ბევრი ლიკვიდობები, დიდი ინსტიტუციური აქტივობებია და აქედან გამომდინარე, ანუ ამას დაერქვა აზიის კილზონი. ანუ აზია არის აქტიური ამ დიაპაზონში, ხო? ეს დროები არის სპეციფიკურად არჩეული, რადგან აი ამ დროებს რო უკან გადახედოთ, ეს დრო არის შესწავლილი ამ ჩვენი მენტორის ICT-ის მიერ, ხო? და ამ კაცმა შექმნა ესეთი რაღაც, რომ ანუ ჯერ ხო ზოგადად ჯერა რომ ბანკები აწვდიან ფულს, ანუ საერთაშორისო ცენტრალური ბანკები აწვდიან ალგორითმს ფულს და ისინი ამოძრავებენ, მაგრამ უკვე ამ კაცის დაკვირვებებით, ხო? ეს ბანკები აი ამ დროს არიან აქტიურები. ანუ ინსტიტუციური აქტივობა ყველაზე მეტი და ვოლუმი და ესენი რაც აქვს, ხო? აი ამ ზონებშია. ეს არის აზიის ზონა, რომელიც აი ამ დიაპაზონშია. ლონდონის ბანკები როცა იხსნება, ხო? ჰედჯ ფონდები არის აი ეს ზონა. ნიუ-იორკის AM-ი არის უკვე ეს. ხო? ეს ლანჩი და ეს PM. უბრალოდ ეგ არის, რომ აი ამ დროებში ყველაზე მეტი ინსტიტუციური აქტივობებია და ბანკები, ჰედჯ ფონდები აგროვებენ ლიკვიდობებს და მაგის მერე უკვე იწყებენ მანიპულირებას და ძლიერ მოძრაობებს. ICT ზოგადად ამ ვიდეოებში იძახის, რომ ფასზე მნიშვნელოვანი არის დრო, რადგან ეს ყველაფერი არის დაფუძნებული დროზე. ნახეთ, თუ ვიცი, რომ ბანკის ფასის მიწოდება უნდა დაიწყოს რაღაცა კონკრეტულ დროს, ხო? თუ მაგალითად ბანკის მიწოდება იწყება აი ნიუ-იორკის AM-ზე 9:30-დან, ხო? რატო უნდა ვივაჭრო ისეთ ადგილას, სადაც დაბალალბათობიანია და ვიცი, რომ ალგორითმი ანუ შეიძლება არ მუშაობდეს. აი ამ არეალს გულისხმობ, აი რაც შუაში გვაქვს. თუ ვიცი, რომ აი ეს ადგილი არ შეიცავს ფულის მიწოდებას რა და არ უნდათ რომ სადღაც წავიდეს ბაზარი. ზოგადად მე თუ ვაჭრობაში ვარ ხოლმე, ვცდილობ რომ ისეთ ადგილას ვიყო, სადაც ბანკები უკვე აწვდიან ფულს და ხედავ რომ ალგორითმი ნამდვილად მუშაობს რა ამ ტერიტორიაზე და ზოგადად მიყვარს აჩქარებული ფასები. ან როდესაც აი ესეთი დიდი მოძრაობა აქვს ფას. ხო და აქედან გამომდინარე ჩვენ ხო smart money კონცეფტს ვსწავლობთ, ანუ ჭკვიანი ფულის კონცეფციას ვსწავლობთ და
აქედან გამომდინარე ლოგიკურად რო ვივაჭროთ და ვივარაუდოთ, ჩვენ გვინდა ისეთ ადგილას შევიდეთ, სადაც იქნება ბანკის ფასის მიწოდება, ხო? და ეს ფასები უკვე აი აქ იწოდება, აი აქ მიაწოდებენ უკვე ფულს და რო არ გახდეთ ხოლმე აი ამ არეალში მსხვერპლი, უბრალოდ ამ უაზრო მოძრაობების ჯობია ყოველთვის kill-zone-ებში ითრეიდოთ და არ გაცდეთ ამ kill-zone-ებს, ხო? მე ვგულისხმობ, რომ შეიძლება აი მაგალითად ვაჭრობაში შეხვიდეთ აი აქედან, ხო, აი ამ ადგილიდან ეს არის ან kill-zone არის entry zone რა, რომ კარგი შესვლის წერტილს გაძლევთ, მაგრამ აი მაგალითად თუ მექნებოდა target-ი ოდნავ ზემოთ დაუშვათ და აი ესე აი აქ შევედი მაგალითად, ხო? ჩემი stop loss-ი აქ დავაყენე და ჩემი მოგება მეყენე აი ეს რაღაც ზემოთ, ხო, მაგალითად. თქვენ შეგიძლიათ რომ პოზიციაში დარჩეთ, რადგან აი ეს ზონა მორჩა რომ აი აქვსო ეს რო 5:00-ია უკვე იმას არ ნიშნავს რომ უნდა გამორთოთ თქვენი პოზიცია. უბრალოდ შეგიძლიათ გადახვიდეთ უსაფრთხო იმაზე, ხო, ანუ რო არ წააგოთ break-even-ი ქვია ამ პოზიციას, რომ თქვენ ზარალს აწევთ 0-ზე და თუ აი აქ ჩამოვა არაფერს არ დაკარგავთ, მაგრამ თქვენი target-ი ზემოთ სადაც იყო, ანუ იქამდე დატოვებთ რა და პოზიციიდან უბრალოდ არ გამოხვიდეთ ხოლმე იმის გამო რომ რაღაც time zone მორჩა, ხო? ეს იყო ძირითადად რაც მინდოდა რომ მეთქვა time zone-ებზე. კიდე ახლა ფოტოს განახებთ რომ macro zone რა არის. კიდე ანუ არსებობს სპეციფიკური დროები, სადაც ხდება ფასის მიწოდება ან და გაფართოვებები და ჩქარი მოძრაობები ხდება ხოლმე ამ დროებში. ამ დროებს დაგანახებთ ახლა ფოტო მაქვს. აი შეხედეთ ეს არის ICT kill zone-ები, ანუ მაკრო დროები, სადაც უკვე ამ დროს დაელოდეთ ხოლმე ზოგადად თუ მაკრო დროზე ვაჭრობთ, ძალიან მაღალ ალბათობიანია, რომ თქვენ take profit-ს მიარტყავს რა ეს ვაჭრობა. იმიტომ რომ ფასი ამ დროებში უკვე გადახედვილი აქვს ხალხს და იცის რა ალგორითმით მოძრაობს აქ, ხო? და აი ამ დროებში ხდება გაფართოვება უკვე ფულის აღებისკენ, ანუ თუ თქვენ რაღაცა swing high-ის უმიზნებთ და იცით რომ იქ ფულია, აი ამ სპეციფიკურ დროებში ხდება ხოლმე. ნახეთ, ეს არის ლონდონის მაკრო 2:33-დან 3:00-მდე, 4:03-დან 4:30-მდე, ხო? ეს არის ნიუ-იორკის AM-ის მაკრო, აი ეს ისინი საათები, ხო? და ეს არის ნიუ-იორკ ლანჩის და PM-ის მაკრო და გირჩევთ რომ ლანჩზე არ ივაჭროთ სანამ დამწყებები ხართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უცნაური მოძრაობები აქვს ლანჩს და ყოველთვის გირჩევთ რომ თან ერთი სესია აირჩიოთ, სადაც თქვენ სტრატეგიას გატესტავთ, ამ დროების მანძილზე დააგროვებთ გამოცდილებას თუ რა ხასიათი აქვს ბაზარს, როგორ კონდიციაში, როგორ ივაჭროთ, ხო და თქვენ თავზეც დააგროვებთ ინფორმაციას თუ რა არის თქვენი შეცდომა, ანუ ეს კითხვები თქვენ თავს უკვე უნდა დაუსვათ, რომ აი რატო წავაგე, რატო მოვიგე, მაკრო დროს რატო არ დაველოდე მაგალითად, ხო? და აი ბევრი ესეთი რაღაცა მოგიწევთ და თქვენ თავზე მუშაობა ძალიან მოგიწევთ, აი არ ხდება რომ უბრალოდ უცებ შემოხვალ და პროფიტული გაიჩნდები, ეგრე არ ხდება რა. ეს ილუზიები არ შეიქმნათ, თქვენ თავზე მოგიწევთ ძალიან დიდი მუშაობა და ჩემი რჩევა იქნება უბრალოდ რომ რადგან ნიუ-იორკის AM-ს აი ამ ადგილებს აქვს ძალიან კარგი მიწოდება, ანუ ფასის მიწოდება აქვს ძალიან კარგი, გირჩევთ რომ აი ამ დროს იტრეიდოთ ხოლმე, ან თუ დრო არ აქვს დააკვირდეთ მაინც რომ აი მაგალითად სად შევიდოდი, სად გამოვიდოდი, რატო გავაკეთებდი ამას, ხო? მაგრამ თუ დრო არ გექნებათ ლანჩის გარდა და აზიის გარდა შეგიძლიათ იტრეიდოთ ეს ლონდონის და ნიუ-იორკის PM-ის, ხო? ეს ვიძახი დამწყებებზე უბრალოდ რომ შედარებით უკეთესი ფასის მიწოდება სადაც აქვს და ნორმალური მოძრაობა მაგას გულისხმობ. ეს არის ინდექსები, ანუ ფიუჩერსები, ესენიც მნიშვნელოვანი დროებია, დასაკვირვებელი ზონებია. ამას გადახედეთ მერე, დასერჩეთ რა არის, როგორ არის და Forex ვინც ვაჭრობთ, რავი, შეგიძლიათ ესეც გამოიყენოთ.
ეს იყო რაც მინდოდა რომ მეთქვა time kill zone-ებზე, ხო? როგორი მნიშვნელოვანია, რატო უნდა ივაჭროთ აი დროის ჩარჩოში, ხო? როგორ აწვდიან ბაზარს ფასს და ასევე მაკრო დროები, ანუ სპეციფიკური დროები განვიხილეთ კიდე ამ ვიდეოში. ეხლა მინდა ვილაპარაკო უბრალოდ ანუ ერთ მაგალითს განახებთ თუ რატო უნდა ივაჭროთ მაგალითად აი ნიუ-იორკის AM-ზე რატოა კარგი სავაჭრო, ხო? და რამდენად გაგიმარტივებთ უბრალოდ რომ ხედვა ჩამოიყალიბოთ. რავი, დღევან მაგალითს ნახავ ეხლა უბრალოდ ჩარტზე და მოიცადეთ. აი ესეც ნახეთ რა კაი მაგალითია. ჩვენ რა ვისწავლეთ, რომ ბაზარზე ლიკვიდობა, ანუ ფული გროვდება ისეთ ადგილებში, სადაც არის swing high და swing low, ხო? აი აქ რა გვაქვს? ჩვენ გვაქვს swing high, ხო? და აი აქაც გვაქვს swing high. ანუ ამ ორ წერტილში არის დაგროვებული ფული, ხო? ბაზრის შემქმნელს ზოგადად უყვარს ხოლმე, რომ ამ time zone-ებში, აი ამ ნიუ-იორკის AM-ში რო გაიხსნება ფასი, ეს ლიკვიდობები მოხსნას, საწვავი აიღოს და გააგრძელოს მოძრაობა, საიდკენაც უნდა, ხო, ბაზარს. ამიტომ ზოგადად ეს ეშვება ხოლმე ბაზარი, აი 9:30-ზე ნახეთ, ფასი უკვე რო გაიხსნა, ეს ლიკვიდობა აიღო, როგორც მახსოვს აქ new week opening-ებში ავიდა, რაც მე გასწავლეთ წინა ვიდეოებში, ანუ იმბალანსის ერთ-ერთი სახეობა, new week opening-ებში არა, new day opening-ებში ავიდა, ის გეპი დაარესპექტა, ეხლა ჩავრთავ მაგ იმასაც, ინდიკატორსაც და ნახეთ, აი ეს ორი წერტილი, ხო, არის new day opening gap-ი, იმბალანსის ერთ-ერთი სახეობა, ხო? და ნახეთ რა ქნა ბაზარმა. ბაზარი იღებს ამ ლიკვიდობას, სადაც თავზე იყო დაგროვებული, ძირითადად ნიუ-იორკის AM-ს ესეთი რაღაცეები ახასიათებს ხოლმე, იღებს აი ამ ადგილს, ამ ლიკვიდობებს, ავიდა ამ new day opening gap-ში, ანუ იმბალანსის ერთ-ერთ სახეობაში, ლამის 50-იან ზონაზე მივიდა, აი ეს შუა წერტილი არის 50-იანი ზონა, ადის მაგამდე, პოულობს რეაქციას და მოდის ქვემოთ. ანუ რა მოხდა? ბაზარზე მანიპულაცია იყო აი ამ ლიკვიდობებზე, ვინმე აი აქ ვინც შორტში იქნებოდა შესული. ამ სანთლით გამოაგდებდნენ, ანუ ვიქი აყენებს ზარალს, ტანი გვეუბნება მიმართულებას, ხო? რადგან ზემოთ ავიდა და აბალანსა რეაქცია იპოვა და ქვემოთ წამოვიდა, უკვე ჩემთვის ეს ლოგიკურად არის შორტის შესვლისთვის უკვე ნიშანი, ხო, confirmation-ი და აქედან გამომდინარე ვივაჭრებდი შორტს, ხო? და სადამდე ვივაჭრებდი, აი swing low, სადაც იქნებოდა, ხო? ხო და აქედან გამომდინარე შეხედეთ ძალიან ხშირად შვება ხოლმე ესეთ რაღაცას, ამას ქვია ჯუდა swing-ი, ეს ჩემი დარქმეული სახელი არა, კიდე რო იცოდეთ. და ნახეთ უბრალოდ რა ქნა ერთ წუთიანზე დაბალი დროის ჩარჩოში გადავედი, ხა? აი აქ რას უყურებ ხოლმე, რომ აი ამ ლიკვიდობებზე დაგროვილ და დაგენერირებულ ლიკვიდობებზე მოხდეს манипуляცია. მართლაც ნახეთ რა ხდება, მოხდა манипуляცია ზოგადად რო დაიმახსოვროთ, ხდება ხოლმე დიდი სანთლით ხშირად, რადგან ბაზარს ეჩქარება, რომ საწვავი აიღოს და თავის მოძრაობა გააკეთოს, ხო? ბაზარი იღებს ფულს და მერე აკეთებს იმ მოძრაობას, რაც უნდოდა. ჩემთვის მაგალითად, აი როდესაც აი ამ ადგილებს დაადისრესპექტებდა, ნახეთ, fair value gap-ი იყო ლამაზი შექმნილი, 5 წუთიან ჩარჩოში იყო მგონი. რო დაადისრესპექტებდა, მაგას მე უკვე ვივაჭრებდი, იმიტომ რომ ეს არის манипуляცია. ხო, და აი ამ ადგილებს რო დაადისრესპექტებდა, ხო, აი ამ fair value gap-ებს რაც არის და გადმოცდებოდა აქედან უკვე შეგეძლოთ ან ვალიდური იყო რომ შორტი გაგეხსნათ რა აი ამ ადგილს რო დაადისრესპექტებდა ჩვეულებრივად შეგეძლოთ შესულიყავით შორტში ვინც გამოცდილი არის და უკვე იცის თუ როგორ მოძრაობს ბაზარი აი ამ ადგილებს ელოდება მაგალითად ამ ვაჭრობაში ხო თვითონ ICT-მ აი აქვე გახსნა ეს პოზიცია აი აქ გახსნა ხო აქედან იყო შესული რადგან უკვე მაგას ელოდებოდა
და სტოპი ეყენა დაახლოებით აი New Day Open Gap-ის ზემოთ, იმ გეპის ზემოთ, რაც ვისწავლეთ ჩვენ, ესე ეყენა სტოპი, შესული იყო დაახლოებით ესე და ტარგეტები უკვე სადაც გინდათ იქ აიღეთ, უბრალოდ შეხედეთ რამხელა რისკ რევარდის დაჭერა შეგიძლიათ, აი 9 და რაღაცა, ხო, აი სადამდე ჩამოვიდა, მოდი ვნახოთ. ანუ თუ $100 გარისკავდით, მოიგებდით 1100. აი შეიძლება $1100 უბრალოდ რა ვიცი, $1100 როდის გააკეთებთ მაგალითად თქვენ, რომ იმუშაოთ სამსახურში სადღაც, ხო, ანუ ხალხი იმდენს ვერ შოულობს, რომ თვიდან თვემდე თავი მიიტანოს და აქ უბრალოდ ერთ ვაჭრობაში $100 რო გაგერისკათ, თან თქვენი $100 არა, პროფირმაზე რო გაგერისკათ $100, 1100 იგებდით. აი ამას დაუფიქრდით, რამდენად ღირებული რაღაცა გვაქვს ჩვენ, ხო? აი ეს მინდოდა უბრალოდ რომ მეჩვენებინა თუ რა მნიშვნელობა აქვს აი ამ ზონაში ვაჭრობას, კარგად ხედავთ, რომ სანამ აი ეს ნიუ-იორკის AM-ის ზონა არ მოვიდა, იქამდე შენელებული მოძრაობა იყო, მერე რო შემოვიდა ეს AM, მანიპულაცია მოხდა სად? swing high-ზე, ხო? სადაც ფულები იყო დაგროვებული და ბაზარი უკვე დარევერსდა და აიღო მიმართულება და ჩვენ შეგვეძლო რომ აი ამ შორტში მონაწილეები ყოფილიყავთ. ეს იყო რაც მინდოდა რომ აი ისეთი kill zone-ებზე მეთქვა, ხო? და მოდი ახლა წინა ვიდეოში დაგკვირდით რომ ავხსნიდი SMT დივერგენციას და რა არის ზოგადად 0-დან დავიწყოთ ეს ყველაფერი თუ რა არის კოლერაციული წყვილები და დავიწყოთ ახსნა რა. დავხაზოთ ახლა მაგალითად რა არის ჯერ კოლერაციული წყვილები? კოლერაციული წყვილები არის ისეთი წყვილები, რომელიც არიან ერთმანეთზე დამოკიდებული წყვილები. ნახეთ, რადგან მე ახლა ფიუჩერსებზე ვაჭრობ, ხო? განვიხილავ Nasdaq 100-ის და ES 500-ის ერთმანეთთან კავშირს, ხო? და ლოგიკურადაც რო დაფიქრდით, Nasdaq 100-ის 100 კომპანია, ხო, რაც არის? ანუ ეს 100 კომპანია არის შესული, ანუ ES 500-ის 500 კომპანიაში, ხო? ან 500-დან 100 კომპანია არის Nasdaq 100-ში, ხო, რაც აღწერილი და აქედან გამომდინარე, ანუ რაც რა მოძრაობასაც ES-ი აკეთებს, იმას გააკეთებს, მაგალითად Nasdaq-იც, ხო, ლოგიკურია და მოდი უბრალოდ დავაკვირდეთ, რომ მართლა ეგრე არის, ეხლა გავხსნი მეორე ეკრანს კიდე და რა ვიცი, ცოტა მაღალ time frame-ზე გადავიდეთ. ნახოთ ახლა მეორე, ან ES 500 შევიდეთ, ES 500 futures. აი ახლა რო დავაკვირდეთ აქ ბაზარს, აქაც 4 საათიანზე გადავალ. რამდენი რაღაცაა დახაზული, ამეებს წავშლი. აი ბაზარს რო დააკვირდით, ხო? რეალურად აი იგივენაირად მოძრაობს, ხო? აი ნახეთ. აი აქ თუ არის აღმავალი, აი ამ ადგილას თუ არის ესე აღმავალი, ხო, სადაც მაუსი მაქვს, აი იქთან მხარესაც აღმავალია, ხო? მერე რა ხდება? აი აქედან მაგალითად ქვემოთ მოდის, აი აქაც ქვემოთ მოდის. და იგივე მოძრაობებს იმეორებს. შეხედეთ, აი აქედან ზემოთ ავიდა, მერე დაეშვა ქვემოთ და ეს ძირი აიღო, აქაც იგივეს, აი აქ ავიდა და ისევ ქვემოთ ჩამოვიდა, ხო? ბაზარზე არის აი იდენტური მოძრაობა 90% ხდება აი ლამის იგივე რაღაცა, ხო? რაც Nasdaq-ზე ხდება, ის ხდება 500-ზე, ხო? მაგრამ ეხლა თუ კარგად დავაკვირდებით ჩვენ რა, ბაზარზე ხანდახან ხდება ხოლმე ისეთი რაღაცა, რომ აი როგორც ეს ფასები მოძრაობს, ხო? როგორ მაგალითად ხო ერთი და იგივენაირად მოძრაობენ ისინი. ხანდახან ისეთი რაღაცა ხდება, რომ ამ კოლერაციის კავშირს კარგავენ და ერთი ზემოთ მიდის, მეორე ქვემოთ. და რას გულისხმობ ამაში? აი შეხედეთ, მოდი უბრალოდ მაგალითი მოვიყვანოთ. თუ რა არის ეს კოლერაციული წყვილები და როგორ შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ, ხო? აი ხო გაგიჩნდებათ კითხვა, აი ესენი ერთმანეთში კი არიან კავშირში, მაგრამ აი ვიცი რომ ერთნაირად მოძრაობენ, მაგრამ რაში უნდა გამოვიყენო, ანუ რაში უნდა გამომადგეს, ხო? აი ახლა დავიწყოთ ამის ახსნა თუ რაში უნდა გამოგვადგეს.
და აი შეხედეთ რა ხდება. ბაზარი ხანდახან გვიტოვებს ხოლმე ესეთ რაღაცას, ან სტრუქტურა არის სხვადასხვა ბაზარი, მაგალითად თუ ერთი ზემოთ მიდის, აი აქ როგორც ხედავთ, აი ეს ზემოთ მიდის, მაგრამ ეს 500 აი ამას ვერ ცდება. და მოდი ახლა დავხაზოთ ესე, ხო? ანუ ამას ქვია უკვე smart money დივერგენცია, ან შეგიძლიათ დაუძახოთ SMT, ან რავი, smart money timing-ი, smart money ტექნიკა, რაც გინდათ ის დაუძახეთ, უბრალოდ მინდა რომ ლოგიკა იცოდეთ თუ რატო ვიყენებთ, როგორ ვიყენებთ, ხო? და ეხლა შეხედეთ რა ხდება. აი მაგალითად, აქ რო SMT დაიტოვა, SMT-ის დატოვება კიდე რას ნიშნავს? ერთი ბაზარი მიდის ზემოთ, ხო? და ერთი მიდის ქვემოთ. შეხედეთ? მაგრამ აქამდე ვიცოდით რომ აი ბაზარი თუ აი ესე ზემოთ მიდის, აი ნახეთ ეს ხო ზემოთ მიდის. აი ესეც მიყვება რა, მაგრამ ხანდახან აი ამ კოლერაციას და ერთმანეთთან კავშირს კარგავენ ხოლმე და ერთი რომ მიდის ზემოთ, მეორე ვერ მიდის მასე ზემოთ და რა ხდება აი ამ პროცესში რა იმალება, ყველაფერს გეტყვით ახლა და აგიხსნით. ზოგადად ახლა განვიხილოთ დახაზულზე რომ მე მგონებს რომ მარტივად გაიგებთ რა არის. თუ კი მაგალითად NASDAQ-ი მოძრაობს აი ესე, ხო? და NASDAQ-ი იღებს, ანუ swing low-ზე რა გითხარით, რა არის დაგროვებული? აქ არის ლიკვიდობა, ხო? ანუ ფული არის აქ დაგროვებული. ახეთ ახლა და ეს არის მაგალითად ES 500, ხო? აქაც მოვნიშნოთ ეს ფული. და აი რა არის განსხვავება, ხო? მოდით ეს იყოს NASDAQ 100, NASDAQ 100, ხო? და იქითა მოძრაობა იყოს ES 500. აჰა. ეს არის ES 500. და რა შვება ბაზარი, ან რატო კარგავს აი ამ მოძრაობის იმას კოლერაციას რატო კარგავს, რომ მაგალითად ერთი ქვემოთ ჩამოდის და მეორე ზემოთ რჩება და ანუ ზემოთ მიდის, ხო? ეხლა ნახეთ რაშია საქმე. ესენი NASDAQ-ი და ES 500, რადგან ერთმანეთში კავშირშია და სინქრონში მოძრაობენ, ხო? ხანდახან ბაზარზე იქმნება ხოლმე ისეთი სტრუქტურა, რომ ხანდახან NASDAQ-ი ასწრებს, მიდის ამ ფულის ასაღებად და ES-ი ჩერდება ხოლმე და იჭედება რაღაცა ადგილას და რა შვება ეს ეხლა ანუ ეს ყველაფერი რას გვეუბნება ჩვენ? როდესაც NASDAQ 100 გაასწრებს და აიღებს აი ამ sell side ლიკვიდობას, ხო? აი ამ ლიკვიდობას აიღებს აი ამით და ეს უკვე იმდენად ძლიერია რომ ზემოთ რჩება და აღარ უნდა ამის აღება, ხო? იმის მანიშნებელია რომ ბაზარი იმდენად ბულიშია, რომ აი მეორე კოლერაციულ წყვილს აღარ ჭირდება რომ აი ეს ძირი აიღოს. ხო? და აქედან გამომდინარე აი ამ ძირებს ვინიშნავთ ესე და ვაწერთ SMT-ს ან smart money დივერგენციას, რაც გინდათ ის დააწერეთ თქვენ. მოდი აქაც დავაწეროთ SMT. და ლოგიკა უბრალოდ ის არის რომ თუ NASDAQ-ი იძახის რომ აი თუ მე ავიღე ლიკვიდობა, ეს აღარ ჭირდება რომ ეს ლიკვიდობა აიღოს, იმიტომ რომ მე ვაძლევ იმის საშუალებას რომ ის ფული მე ავიღე და შეუძლია ის რომ ზემოთ წავიდეს. და აი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, აი მაგალითად თქვენ და თქვენი მეგობარი ხართ სადღაც აი დაშორებულ მანძილზე და უბრალოდ გეუბნებიან რომ ეგ რაღაცა კონკრეტულ ადგილას მისატანი არის, მაგალითად რაღაცა ნივთი, ტელეფონი, ხო? ამ დროს თქვენ რა შვებით? აი მაგალითად ურეკავთ თქვენ მეგობარს და ეუბნებით რომ ამ ადგილას ჩემზე ახლოს ხო არა ხარ, აი დაუშვათ NASDAQ-ი ვარ, ხო? და მეუბნება ჩემი მეგობარი ES 500 რომ უფრო ახლოს ხო არა ხარ, რომ აი ეს ტელეფონი მისატანი გვაქვს რაღაცა კონკრეტულ ადგილას და
მოდი შენ თუ ახლოს ხარ, შენ აიღე და მე ბარემ ეგრევე იმ ადგილას მივალ რა. ლოგიკა არის ეგეთი, ხო? რომ IS-500 ეუბნება, რომ მოდი ტელეფონი აიღე და მივიტანთ იმ კონკრეტულ ადგილას და თუ ახლოს ხარ, მე ბარემ აი ამას აღარ გავაკეთებ, ან ქვემოთ ამაზე აღარ წამოვალ ტელეფონის ასაღებად, რადგან შენ აიღე. მიხვდით? ჩემი მეგობარი მოიტანს იქ ამ ტელეფონს, ანუ ჩამოვიდა ეს NASDAQ 100, ტელეფონი აიღო და წავიდა ზემოთ. მაგარ მაგალითებს ლოგიკა არის ეგ, რომ ანუ ფულზე რო ავიღოთ რა ეხა. რადგან NASDAQ-მა აიღო ფული, IS-500 აღარ უწევს, რომ ეგ ფული აიღოს და რჩება ზემოთ და პირდაპირვე მიდის იმ დანიშნულების წერტილამდე, მიხვდით? და თუ კი ბაზარზე აი ასეთ რაღაცას ხედავთ, ანუ ეს SMT თუ ხდება, ხო, აი ეს ესეთი სტრუქტურა თუ ჩამოყალიბდა, ჩვენ უკვე გვაქვს კონფირმაცია, ანუ დასტური გვაქვს უკვე, რომ ბაზარი უნდა დაიძრას ზემოთ რა და ეს ადგილი ჩვენთვის არის მინიშნება, რომ ბაზარი მართლაც ზემოთ უნდა წავიდეს. და ან დაღმავალი შემთხვევაში უკვე დაღმავალი ტრენდის შემთხვევაში იქნებოდა დაახლოებით ესე. ეს იქნებოდა NASDAQ 100, ხო? ან NASDAQ 100-მა აიღო ეს ტელეფონი, ანუ ფული, ხო? აი ეს ადგილი აიღო NASDAQ 100-მა და აი IS-500-ის შემთხვევაში უკვე ესე იქნებოდა რა, დაახლოებით, რომ აღარ მოუწია აღება. შეიძლება ნუ IS-მა გააკეთოს, პირიქით IS-მა აიღოს და მოკლედ ხანდახან შეიძლება რომ IS-მა გააკეთოს ხოლმე ესეთი მოძრაობები, ანუ IS-მა აიღოს ჯერ და NASDAQ-ი დარჩეს ქვემოთ. ნუ ამას თქვენ დააკვირდებით უკვე თუ როგორ სტრუქტურა შექმნის ბაზარი და ამ SMT-ს მოინიშნავთ და უკვე აქედან გეცოდინება თქვენ რომ აი ამ ადგილიდან ველოდები რომ ქვემოთ წამოვიდეს ფასი, რადგან აი ამან აიღო, ხო, ამ ჩემმა მეგობარმა აიღო ეს ფული თუ რავი რაცა ტელეფონი და რადგან აიღო, მე უკვე ვფიქრობ, რომ იქ ზემოთ ასვლა აღარ მჭირდება და ქვემოთ უნდა წამოვიდე აი ეს და მივიდეთ იმ ადგილას, ხო? ეგ არის ზოგადად ანუ ლოგიკა თუ SMT-ის დროს რატო მოძრაობს, ანუ smart money timing-ის დროს რატო მოძრაობს ბაზარი, ეს არის აღმავალ სიტუაციაში როგორ უნდა გამოვიყენოთ SMT დივერგენცია და ეს უკვე დაღმავალ ანუ bearish კონდიციაში როგორ გამოვიყენოთ, ხო? ეხლა ჩარტის მაგალითები ავიღოთ, წეღან დავხაზი ჩარტზე, კარგად შევხედოთ, გავიაზროთ, ხო? ეს მაგალითები თუ როგორ შეიძლება რომ დავინახოთ მაგალითად როგორ შეიძლება რომ დავინახოთ აი ეს SMT დივერგენციები, რადგან დახაზული გვაქვს უკვე შევხედოთ და დავაკვირდეთ ბაზარს, აი როგორც გითხარით. შეხედეთ, აი ეს წერტილი, ხო? აღებულია უკვე ამ სანთელის მიერ, ხო? ანუ აქ იყო ფულები დაგროვებული. ამან აიღო, შეხედეთ. swing high-ზე რა გასწავლით რა არის? აქ არის ფულები დაგროვებული. ანუ რა მონიშნეს buy side liquidity. აი აქაც იგივენაირად, ხო? აქაც ფულია დაგროვებული. NASDAQ შეხედეთ რა შვება? NASDAQ იღებს ამ ფულებს, მაგრამ აი აქ რო შეხედოთ. აი აქ რა ფულიც იყო დაგროვებული, S&P 500-მა ვერ აიღო, ხო? შეხედეთ, აი აშკარად ჩანს, რომ ვერ აიღო. და ვერ ავიდა იქამდე. ამიტომ, მეგობრებო, აი ესეთ რაღაცებს უნდა დააკვირდეთ, რატო ხდება, როდის ხდება, ხო? და უბრალოდ კიდე რო დააკვირდეთ, თუ ჩავთავთ აი ამ კილზოუნებს, ესეთი манипуляცია და SMT ნახეთ რა დროს მოხდა? რა დრო აგიხსენით? ავხსენით ნიუ-იორკის AM-ი, ხო? ანუ იმ დროს მოხდა ეს SMT დივერგენცია, რა დროსაც უკვე ნიუ-იორკის AM ზონა შემოვიდა და გააქტიურდა, ხო? ანუ 9 და 30-ზე დაიწყო
აიღო ლიკვიდობა, манипуляცია მოახდინა, SMT-ს დაიტოვა, შეხედეთ რამდენ სავაჭრო დასტურს გვაძლევს, რომ თავზე უკვე SMT-ა, ხო? თავზე SMT-ა ლიკვიდობა მოხსნილია, ანუ манипуляციები მოხდა, ჩვენი სავაჭრო დრო არის დადასტურებული, იმიტომ რომ 9:30-დან 11:00-მდე ვაჭრობთ, ხო, ან ნიუ-იორკის AM-ში და აი ეს უკვე დასტურია უბრალოდ რომ ამდენი რაღაცა ემთხვევა ერთმანეთს და ჩვეულებრივად შეგეძლოთ გაგეყიდათ ამ ადგილიდან ასევე აი ამ ზონაში ავიდა თქო რომ აგიხსენით new day opening-ებში იყო ასული და აბალანსა თან და წამოვიდა აი აქ იყო ძალიან ბევრი confirmation-ი რითიც შეგეძლოთ რომ გევაჭრათ რა ეს არის ძირითადად თუ როგორ უნდა გამოიყენოთ SMT და კიდე მინდა ანუ აგიხსნათ რომ ეს SMT ზოგადად რა როგორ უნდა გამოიყენოთ მაღალი დროის ჩარჩოში და დაბალი დროის ჩარჩოში და რას გულისხმობ ნახეთ ეხლა ამას გადავიყვან ცოტა მაღალი დროის ჩარჩოში უბრალოდ რომ შევხედოთ მაგალითისთვის ხო მაღალი დროის ჩარჩოთი ან ეს რო ახსნათ ჯერ დროის ჩარჩოები როგორ არის 1 წუთიდან 10 წუთამდე ან 5 წუთამდე არის დაბალი დროის ჩარჩო 15 წუთიანი ჩარჩო არის შედარებით ან მედიუმი საშუალო და 15 წუთის ზემოთ რა ჩარჩოებიც არის 1 საათი, 4 საათი, დღიური, weekly, monthly, ხო? ესენი უკვე მაღალი დროის დიაპაზონებია რა. ან 15 წუთიანი არის ოქროს შუალედი, ყველაფერი ჩანს ლამის და აღარ გიწევთ დროის შეცვლები, იმიტომ რომ ხედავთ ყველაფერს манипуляციებს, ხო? მაგრამ თუ გინდათ რომ თქვენი ანალიზი იყოს უფრო ზუსტი, უფრო მაღალალბათობიანი, ხო? ყოველთვის გირჩევთ, რომ დაიწყოთ მაღალი დროის ჩარჩოდან ანალიზის გაკეთება და ამ ანალიზს რო გააკეთებთ მაღალი დროის ჩარჩოში, მე მოყვეთ და ქვემოთ ჩამოხვიდეთ, რომ უბრალოდ ბაზარი წაიკითხოთ. თუ რას შვება, რას ცდილობს, ეხლა მე რო უყურებ ხოლმე რა, ხალხს უბრალოდ ICT კონცეფციას სწავლობენ და გონიათ, რომ აი რაღაცა, აი ეს ესე უნდა მოხდეს და რაღაც რო არ მოხდება. აი მაგალითად ფიქრობენ, რომ fair value gap-მა უნდა დაიჭიროს რა და აი ის fair value gap-ი არ დაიჭერს. და უკვე ფიქრობენ, რომ აი ეს ICT არ არის რა, უკვე ისეთი სტრატეგია, რომ ან მაგალითად არა ვალიდური სტრატეგია, არ მუშაობს და ნეგატიური განწყობა ექნება და თქვენთვის მაქვს სათქმელი, რომ თუ ვინმე ისე უყურებთ ICT-ს როგორც სტრატეგიას, ძალიან ცდებით, იმიტომ რომ ICT არის ენა ხალხო. ICT უნდა წაიკითხოთ, ICT გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მარკეტზე მომხდარი ან ნებისმიერი სტრუქტურა, სანთელი, ლიკვიდობის აღება თუ რაც არის, წაიკითხოთ, ბაზარს კითხულობთ ჩვეულებრივად, არ აკეთებთ პატერნულ სტრატეგიებს რაღაცა და ისე არ იმაშვებით, ხო? ჩვენი ლოგიკა არის უბრალოდ რომ ბაზარზე შევდივართ, მაღალი დროის ჩარჩოდან კითხულობთ ბაზარს და მაგის მიხედვით უკვე როდესაც ბაზარს წავიკითხავთ, ანალიზს რო გავაკეთებთ, მაგის მიხედვით უკვე ხვდებით თუ რამდენად ვალიდურია ყიდვა ან გაყიდვა, ხო? და ლოგიკას და იდეებს ვაჭრობთ ჩვენ არ ვაჭრობთ, რავი, support და demand და რაღაცა ეგეთ სისულელეებს რა. პატერნული რაღაცეები არის უბრალოდ უაზრობა. არის კიდე ის harmonic პატერნები, რაღაც დრაკონის თავიანი ისინი, თუ რაღაც პეპელა არ დაგიხაზა მარკეტის სტრუქტურა მიქამდე არ ვაჭრობ და აი ესეთი რაღაცეები უბრალოდ უაზრობაა. მარკეტზე ერთადერთი ანუ რითიც შეგვიძლია ჩვენ ვაჭრობა, ეს არის რაც ხელმოსაჭიდი გვაქვს, ეს არის უბრალოდ ლიკვიდობა და იმბალანსები. ეს ორი რაღაცა ამ ორი რაღაცის გამო იქმნება საერთოდ ეს სტრატეგიები და რაღაც კი იქმნება ბაზარზე შექმნილი არის ამ ლიკვიდობების გამო და იმბალანსების გამო. ამიტომ გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი და ICT არ აღიქვათ როგორც უბრალოდ პატერნული შესწავლის ის რომ აი fair value gap-ში ჩამოვიდა, უნდა დაჰოლდოს და ზემოთ წავიდეს. აი შეიძლება ხო აი აქ რო ჩამოვიდეს აქედან
დაადისრესპექტოს და კიდე ქვემოთ ჩამოვიდეს, იმიტომ რომ აი swing low შეიძლება ქონდეს ასაღები, ხო? ეს მაგალითად ვიზახი უბრალოდ. ხო, ეხლა რაც მინდოდა მეთქვა რა, SMT დივერგენციას ვიყენებთ ჩვენ მაღალი დროის ჩარჩოში, იმის გასაგებად, რომ იმის გასაგებად ვიყენებთ SMT დივერგენციას მაღალი დროის ჩარჩოში, რომ გავიგოთ თუ რა მიმართულება გვექნება რაღაცა კონკრეტულ დღეს, ხო? და დაბალი დროის ჩარჩოში ვიყენებთ entry-ს გასაკეთებლად. მე უკვე გითხარით, დაბალი დროის ჩარჩო რა იყო? ანუ 1 წუთიდან 5 წუთამდე დაახლოებით ეგ არის დაბალი დროის ჩარჩო. 15 წუთიანზე უკვე ლამაზად ჩანს ეგ SMT-ები, ანუ საშუალო დროის ჩარჩო არის ეს, საშუალო დროის დიაპაზონი. 15 წუთიანზე ხშირად უნდა იყოთ ხოლმე და უყურებდეთ. და მაღალი უკვე არის 1 საათიდან ზემოთ, ხო? ეხლა მინდა რომ უბრალოდ ანალიზი გავაკეთოთ, რომ SMT დივერგენცია როგორი იყო, ანუ რა არის, ხო? მაღალი დროის ჩარჩოდან როგორ გადავიდეთ დაბალი დროის ჩარჩოში და როგორ მივხვდეთ თუ რამდენად ვალიდური არის ეს SMT და ყველაფერს განვიხილავ. ეხლა თუ შეხედავთ, ვართ ერთთვიანი დროის ჩარტზე და თითოეული სანთელი ასახავს ერთ თვეს. თუ კარგად დავაკვირდებით ბაზარზე, ხო? გვაქვს SMT დივერგენცია, ნახეთ? აი ეს მოდის ქვემოთ. ნახეთ? აი ეს ჩამოსულია ქვემოთ, სადაა თან ჩამოსული, შეხედეთ? fair value gap-ში და დატოვებული აქვს SMT. ანუ სამ სანთელს შორის სიცარიელე იყო fair value gap-ი, სადაც ვიცით, რომ წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ამ ადგილმა, ხო? და ჩვენ უკვე რეაქციებით ვივაჭრებთ. ჩამოსულია 50% ზემოთ, დაგვიტოვა SMT, ეს არის თვიური ჩარტი, კარგად გავიწყდეთ. SMT დაიტოვა და აი ეს SMT რო შევხედოთ კარგად, აი ნახეთ, მეორე ჩარტს მივახლოვებ კიდე. აი აქ არის SMT. ანუ აი ეს ძირი მიდის ზემოთ, აქედან აქამდე იკეთებს. ნახეთ როგორ რაღაცას, აი ამას არ იღებს, ამ ძირს არ იღებს. რჩება ზემოთ, მაგრამ აი ნაზდაკი ნახეთ რა ხდება, ძირსაც იკეთებს, თან აბალანსებს და რეაქციასაც იტოვებს, ხო? ანუ ეს SMT ჩვენ გვეუბნება მიმართულებას, ხო, რომ თუ SMT ძირში ხდება, ფასი ზემოთ უნდა წავიდეს, მაგრამ თუ თავში მოხდება, ესე იგი ფასი ქვემოთ უნდა წამოვიდეს. ეხლა ნახეთ, ლოგიკაში რო დავჯდეთ, რომ ეს SMT რა იყო, უფრო ანუ რა მოხდა ქვედა დროის ჩარჩოში რო ჩავიდეთ და ლოგიკასთან დავსვათ და მარკეტი წავიკითხოთ უფრო კარგად. ჩამოდივართ უკვე უფრო ქვემოთ. მაგალითად ჩამოვალ 1 თვის ჩარჩოში, ხო? ანუ კი, 1 კვირის დიაპაზონში. 1 week. ერთთვიანზე ვიყავით, 1 week. ეხლა აქ რას უყურებთ, ხო? თუ კარგად დააკვირდებით, აი აქ, სანამ ეს SMT მოხდებოდა, ხო? ბაზარი რატო ჩამოვიდა ქვემოთ? ლოგიკურად რო ავიღოთ. ჩვენ ისიც ვისწავლთ მარტივი სტრუქტურა, რომ ბაზარი როდესაც აღმავალია, ხო? ბაზარი გკეთებს ესეთ მოძრაობებს, ნახეთ? ბაზარი აღმავალია, ჩამოდის fair value gap-ში, მერე ისე მიდის ზემოთ, ხო? აი ნახეთ, ესეთ რაღაცა. აი, ბაზარი ჩამოვიდა აქ. ზუსტად იგივე მაგალითია, ოღონდ მაღალი დროის ჩარჩოში უყურებთ უკვე ამ სანთლებს, ხო? ჩამოვიდა ქვემოთ. აი აქ SMT დაიტოვა, ჩამოვიდა 50% იმაში fair value gap-ში, რეაქცია დაიტოვა და წავიდა ზემოთ. ეს კი ჩამოვიდა, ვიცოდით, რომ უნდა დაებალანსებინა ეს ადგილი. და ლოგიკურიც იყო, რომ ჩამოვიდოდა, მაგრამ თან ნახეთ რა შვება ბაზარი. swing low-ზე რა იყო დაგროვებული? ლიკვიდობა, ხო? ისე ფული. ნახეთ რა შვება უბრალოდ, ანუ ბაზრის შემქმნელი თუ ვინცაა, ხო, ვინც ბაზარს ამოძრავებს, რას აკეთებს? ფულიც აიღო, თან დააბალანსა, უკვე SMT დაგვიტოვა და სადაა ჩამოსული? fair value gap-ში, ხო? SMT-ს მერე ქონდა რეაქცია და ამ რეაქციაზე შეხედეთ,
ნახეთ როგორ კითხულობთ ბაზარს, მაღალი დროის ჩარჩოდან ქვემოთ, ხო? აი ამ რეაქციაზე უკვე, აი ზემოთ ავიდა, ვიქმა მიაყენა დემეიჯი, ანუ ვიქ იაყენებს ზარალს, ტანი გვეუბნება მიმართულებას და აბალანსა, ანუ რეაქცია დაიტოვა და უკვე ფასი აპირებს ზემოთ წასვლას. და აი ეს ვიქი უკვე ჩვენ გვეუბნება, რომ მოახდინეს манипуляცია, ფული აიღეს, დააბალანსეს ბაზარი და ზემოთ უნდა წასვლა. ასევე გვიმტკიცებს ამ აზრს ისიც, რომ SMT მოხდა ძირში, ხო? კარგი, ეს ყველაფერი უკვე გავიგე, ხო? ეს ყველაფერი მივხვდი, მაგრამ ეხლა რომ გადავიდე ერთ დღიან დიაპაზონში, ხო? რა ხდება იქ, მაგალითად, როდის მომეცემა ვაჭრობის საშუალება, ხო? მაღალ ალბათობიანი ვაჭრობა ზოგადად ესეკეთდება მაღალი დროის დიაპაზონიდან, უნდა ჩამოვშალოთ ქვემოთ და წავიკითხოთ მარკეტზე თუ რა მოხდება. ეხლა ნახეთ რა მოხდა, ჩვენ ვისწავლეთ თუ რა არის ორდერ ბლოკები, ხო? და ნახეთ რა შექმნა ბაზარმა. წინა ვიდეოში ავხსენი ორდერ ბლოკები და აი აქ, ხო? აი აქ ბაზარი ქმნის ორდერ ბლოკს დღიურ დიაპაზონში თან. ანუ ეს არის ერთდღიანი ორდერ ბლოკი. აი ეს ადგილი არის one day order block, ხო? და ჩვენ რა ვისწავლეთ, რომ როდესაც order block-ი შეიქმნება, ხო? აი აქ ხო დაღმავალი იყო ფასი, აი ასე ჩამოვიდა. order block-ი რა იყო? order block-ი არის, ანუ ეს ბანიშნებს ჩვენ, რომ როდესაც order block-ი შეიქმნება, ანუ ბაზარმა აიღო რაღაც ლიკვიდობა, დააბალანსა, ხო? და ფასმა დაიწყო მიწოდების ცვლილება. თუ იყო ბეარიში, ეხლა ნახეთ, აი ამ სანთელმა დამიდასტურა, რომ გადმოვიდა ბულიშისკენ. მიხვდით? ანუ აქ order flow იცვლება და აქედან გამომდინარე, თუ order block-ი დამიტოვა, მე უკვე ველოდები, რომ order block-ში ჩამოსვლისას, ხო? აი ესეთი რაღაცა მოხდეს. ნახეთ? აი order block-ში რომ ფასი ჩამოვა და აქ რეაქციას დაგვიტოვებს, აი აქ რო ჩამოვა ეხა ფასი და შეეხება, დავფიქრდები, რომ იცი რა, აი ამ order block-იდან ვაჭრობა უკვე ზემოთ ვალიდურია და რატო? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ზემოთ უკვე swing high, აი ბევრი ტარგეტი გვაქვს. ნახეთ? აი შეხედეთ ზემოთ არის ძალიან ბევრი ტარგეტი, ან ბევრი ლიკვიდობა ჩამწკრივებული, რომელიც ბაზარმა უნდა აიღოს და ბაზარი ყოველთვის მიდრეკილი იქნება ამ ფულის აღებისკენ, ხო? აქედან გამომდინარე, აი ეს ანალიზი, ნახეთ, თვიური დიაპაზონიდან გადმოვედით weekly-ში, მერე გადმოვედით daily-ში, ხო? ეხლა რომ ჩამოვიდეთ 4 საათიანზე, რომ შევხედოთ და დავაკვირდეთ, მაგალითად, აი აქედან კი ვიცით, რომ ფასმა უნდა გააკეთოს მოძრაობა, ხო? რო ჩამოვა ვიცით, მაგრამ უფრო ზუსტი წერტილი რანაირად ავარჩიოთ, ხო? ეხლა დღიურ ჩარტს უყურებთ, აქედან გამომდინარე, გადავალთ და ჩავშლით კიდე 4 საათიანზე. და 4 საათიანზე რა დაგვხდება, ხო? აი მაგალითად 4 საათიანზე გადმოვედით ეხლა და ვუყურებთ ესეთ რაღაცას. აი ეს ყვითლად მონიშნული არეალი არის ერთდღიანი ორდერ ბლოკი და ჩვენ ველოდებით, რომ ფასი აქედან ჩამოვა ქვემოთ, რეაქციას იპოვის და წავა ზემოთ, ხო? და რატო? ანუ სად უნდა იპოვოს ეს რეაქცია? ჩვენ უფრო უნდა გავამახვილოთ ყურადღება ისეთ ადგილას, სადაც არის 50% ზემოთ, ანუ 50% ზემოთ დავაკვირდები ისეთ შეწინააღმდეგეების ზონებს, სადაც რაც არის fair value gap-ი, მაგალითად, ხო? აი ნახეთ, 4 საათიანი fair value gap-ი გვაქვს აი აქ. ნახეთ, აი აქ არის 4 საათიანი FVG და ჩემი უკვე ვარაუდი და ანალიზი ის არის, რომ აი ფასი თუ აქ დაეცემა და აი ამ ლიკვიდობას აიღებს, რაც აქ გვაქვს, ხო? რა გითხარით, swing low-ზე რა გროვდება და swing high-ზე ფული, ხო? ანუ ნახეთ, რას გულისხმობ,
ფასი ჩამოვა, манипуляციას გააკეთებს აი ამ swing low-ზე, შემდეგ ჩავა fair value-გებში, ხო? და უკვე სამიზნეებად ნახეთ რა იქნება, ყველა swing high უკვე სამიზნეა. და თქვენთვის უკვე ვალიდური იქნება, რომ აი აქედან გააკეთოთ long-ის პოზიცია. სტოპი დაახლოებით ესე რომ დააყენოთ და მოგება რავი, ან აქ, აი ამ swing high-ზე, ან აი აქ, ხო? ესენი იქნება ლოგიკური, აი და როგორი ვაჭრობა გამოვიდოდა რა, რო ავიღოთ. აი თუ გავრისკავდით მაგალითად ამ ვაჭრობაში $100 მოვიგებდი $800, მიხვდით? ეს ეკეთდება ანალიზები და მოყვებით კიდევ უფრო დაბალი დროის ჩარჩოში, ეხლა რადგან დიდი ინფორმაცია აღარ არის დაბალი დროის ჩარჩოში და ანალიზს ვეღარც გავაკეთებ მეტად, იმიტომ რომ price action-ი და სტრუქტურა კიდე აკლია ბაზარს. ზოგადად მაღალი დროის ჩარჩოში რაც შემეძლო ის ავხსენი და კიდე ერთადერთი რატომაც ვფიქრობ რომ აი ამ ძირს გაიკეთებს, ხო? ის არის რომ ახალი თვის სანთელი იხსნება და როგორც გითხარით, სანთელი როგორ მოძრაობს, ნახეთ, თუ ფიქრობ რომ ბაზარი არის აღმავალი, ჯერ უნდა გაიკეთოს low, ანუ open, low, high და close. ეს ავხსენი მე სანთლის აი basic მოძრაობა რომ ან ბულიში თუ არის სანთელი იხსნება, ძირს იკეთებს და მერე მიდის ზემოთ და აქედან გამომდინარე, რადგან ახალ თვეზე ვართ, ნახეთ როგორ ხდება და რა ახედვა მაქვს, ახალი თვე გაიხსნება, მაგალითად ორშაბათს, ხო? ფიქრობ რომ 4 საათიან fair value-გებს დააბალანსებს, თან აი ამ sell side ლიკვიდობას აიღებს, საწვავი ექნება და აი აქედან უკვე ფიქრობ რომ დაიწყებს მოძრაობას ზემოთ. აი ეს არის თუ როგორ შეგიძლიათ გააკეთოთ ანალიზი მაღალი დროის ჩარჩოდან და მერე ჩამოშალოთ უფრო ქვემოთ, მარკეტი როგორ უნდა წაიკითხოთ, ეს ისწავლეთ, იმიტომ რომ პატერნულად არაფერი არ ხდება ბაზარზე, თუ კი სანთელი რაიმე მოძრაობას აკეთებს, აი ყველა სანთელს აქვს თავისი დანიშნულება და რენდომული არაფერი არ არის ბაზარზე საერთოდ და აქედან გამომდინარე მეგობრებო, უნდა წაიკითხოთ ეს price action-ი, პატერნულად არაფერი არ აკეთოთ, ხო? და კიდე ეხა რაზეც მინდა ვისაუბრო ის არის რომ order flow თუ რა არის, order flow-ში რას გულისხმობ, ნახეთ, order flow არის ესეთი რაღაცა, როდესაც ბაზარზე არის დაღმავალი კონდიცია, ან მაგალითად მოვდივართ ქვემოთ, აი ნახეთ, აი ეს კონდიცია განვიხილოთ, ხო? აი აქ რო შეხედოთ, იქნება მაგალითად ბევრი fair value-გები, ხო, სადაც უკვე ეწინააღმდეგება ფას, აი მაგალითად ეს fair value-გებია, აი აქ order block-ი შეიქმნა, ხო? დაუშვათ, ნუ აქ ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ფასს, რომ ზემოთ აღარ ავიდეს, ხო? აი ეხა ლოგიკური არის, რომ აი ფასი რო ადის ზემოთ, აი აქედან კიდე ქვემოთ უნდა გამოტრიალდეს, ხო? და აი ესე უნდა გააგრძელოს მოძრაობა ქვემოთ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ თუ კი ესე დაღმავალია, არესპექტებს აი ამ ადგილებს, fair value-გებს, order blocks თუ რაც იქნება, თუ კი ამ ადგილებს არესპექტებს, უკვე ჩვენ ვიცით, რომ ბაზარი არის bearish-ი და order flow გვაქვს bearish-ი, ანუ ნახეთ ხა თუ order flow bearish-ია, ჩვენ ვიცით, რომ შემდეგი ასვლა უნდა იყოს წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს, ანუ ამ ადგილას, ხო? და უნდა ჩამოვიდეს ქვემოთ, მაგრამ order flow, ნახეთ როგორი რაღაცა. მარტივად რო ახსნათ ესეთი რამეა. order flow თუ bearish-ია, პატივი უნდა ცეს ამას, მაგრამ თუ შევხედავთ, რომ პატივს არ ცემს და აკეთებს ესეთ რაღაცეებს, ხო? ეს ნიშნავს, რომ order flow არის შეცვლილი, აი ამათ პატივი არცა არაფერს, აი რა მაგალითად ეს თუ fair value-გები იყო, ეს თუ order block-ი იყო, აქ ვიტყვით, რომ ანუ ბაზარმა order flow შეიცვალა, ანუ ფასის მიწოდებაც შეიცვალა, ხო? პატივი არცა ამათ და უკვე ვალიდურია, რომ long-ი გახსნათ. ეს არის order flow, თუ ბაზარზე ხედავ ხოლმე, რომ bearish-დან bullish-ისკენ გადადის და
order flow იცვლება და ადისრესპექტებს bearish სანთლებს, ხო? აი დაღმავალი ყველა bearish სანთელი fair value gap იქნება თუ რავი order block-ი თუ breaker block-ი თუ რაც იქნება და მაგებს თუ ანუ ადისრესპექტებს ფასი და იცვლის ამ order flow-ს უკვე ჩემი განწყობილება იცვლება რომ bearish-დან გადავედით bullish-ში და ძირითადად order block-იც მაგას გვეუბნება რომ აი ფასის მიწოდება იცვლება მაგრამ დაბალი დროის ჩარჩოში რომ ჩავდივართ უკვე ხო აი მაგალითად ერთ წუთიანში რომ ჩავიდეთ ნახეთ რას გულისხმობ აი მოდით ეს ავიდეთ ხო აი ეს ადგილი აი ბაზარი არის დაღმავალი ხო აი დაღმავალ ბაზარზე ვართ აი აქ გვაქვს fair value gap-ი აი აქ არის order block-ი აი ნახეთ რა შვება ბაზარი აი ასეთ რაღაცებს ყველაფერს ადისრესპექტებს ანუ პატივს არ ცემს ნახეთ მარჯვენა მხარეს როგორ რაღაც საკითხებს ანუ პატივს არ ცემს თუ კიდე bearish-ი იყო ფასი ხო ნახეთ თუ ფასი არის bearish-ი აი ეს ზემოთ რო ავიდოდა აი ამ ზონაში fair value gap-ში ხო დიდი ალბათობა იყო რომ კიდე ქვემოთ ჩამოსულიყო მაგრამ პირიქით შვება ეხლა შეხედეთ რა შვება აი აქ რა გვაქვს აი აქ ნახეთ რამდენი fair value gap-ებია ხო აი ეს ჩამოყოლებაზე სულ fair value gap-ებია პირიქით ნახეთ ანუ bearish სანთლებს პატივს არ ცემს და bullish ცემს პატივს იმიტომ რომ ჩამოდის bullish gap-ში და bullish gap-იდან მიდის ზემოთ ხო აქ ვიტყვით რომ order flow არის უკვე შეცვლილი აქაც რო დააკვირდეთ გვაქვს order block-ი აი ნახეთ მაგალითად აი აქ ხო აი ეს მთლიანადაც შეგიძლიათ მოინიშნოთ რომ order block-ია მაგრამ შეგიძლიათ თვითონ აი ეს ერთი სანთელიც მოინიშნოთ ხოლმე ну ამას გამოცდილებასთან ერთად უფრო დაამუღამებთ ეს პრობლემაც არ არის მაგრამ აი ეს order block-ია ჩამოვიდა პატივიცა და ზემოთ წავიდა და როდესაც პატივიცა აი ზემოთ რაც კი fair value gap-იან რაღაც შეგვიქმნა იმას ადისრესპექტებს აი აქ მაგალითად FVG-ა ხო order block-ია თუ რა არის შექმნილი იმას კაროჩე ფეხებზე იყიდებს არ აინტერესებს რა ეგ არის order flow ხო და კიდე ერთადერთი რაზეც მინდა ვისაუბრო არის displacement-ი და ამით მორჩები displacement-ი ბაზარზე არის ყველაზე დიდი კონფირმაცია და ამ კონფირმაციას როგორ ვიყენებთ რა displacement-ი არის ისეთი მოძრაობა რამაც გამოიწვია აი ძალიან დიდი სანთლებით გადაადგილება ხო ეს displacement-ი ჩვენ რაში გვეხმარება ხოლმე displacement-ი გვეხმარება იმაში რომ დავადგინოთ რომ ნამდვილად სურს ბაზარს აი რაღაცა მიმართულებით წასვლა ხო აი რო ავხსენით ის მაგალითი 9.30-იანის მაგალითი როგორ გაიხსნა მოიცა ჩავთოთ როგორც გითხარით SMT დაიტოვა ბაზარმა ხო ბაზარი იტოვებს SMT-ს თავზე და რო გავიგოთ რომ ბაზარი ბევრად ვალიდურია რა უნდა მოგწეს ან რა ნიშანი უნდა მოგწეს რომ ვალიდურია აი SMT და აი აქედან გაყიდვა არის ვალიდური ჩემი აზრი რომ იყოს ლოგიკური ან ჩვენ ამ ყველაფერს გვიდასტურებს displacement-ი და displacement-ი არის აი ესეთი სანთელი შეხედე აი ეს დიდი სანთლები რაც არის ხო ანუ იმპულსური და დიდი სანთლები რაც არის ეს არის displacement-ი და თან გასწავლეთ მე უკვე order flow თუ რა იყო თუ კი ჩვენ ვიცოდით რომ ბაზარი იყო bullish-ი ხო აი ამისთვის ბაზარს პატივი უნდა ეცა აი აქ fair value gap-ია რა ქნა დაადისრესპექტა ხო აი აქაც fair value gap-ია ესეც რა ქნა დაადისრესპექტა ქვემოთაც რა არის fair value gap-ი შეხედეთ აი ამებს პატივს არ ცემს ხო და მოდის ქვემოთ და აქ უკვე ჩვენ გქონდა
კონფირმაცია თუ რატო უნდა გვევაჭრა, აი ამას რომ დაადისრესპექტებდა, შეგეძლოთ რომ ჩვეულებრივად გევაჭრათ, იმიტომ რომ მიხვდებოდით რომ აქ order flow შეიცვალა და მაგალითად აი ჩემი გაყიდვის წერტილი იყო აი აქედან დაახლოებით სადღაც ესე და target-ი ქვემოთ იყო, ნუ ამას მნიშვნელობა არ აქვს და რატო იყო ეს, ნახეთ, order flow შემიცვალა, ეს იყო ჩემთვის დასტური, რომ order flow შეიცვალა SMT-ა ბაზარზე, high time frame-ზე კონფირმაცია ქონდა და აი აქ თუ დააკვირდებით, აი ესე იყო fair value gap-ია აი აქ, ხო, volume imbalance-თან ერთად, ბაზარი აი აქ თუ შეხედავთ, ნახეთ, ადის ამ ვიქით fair value gap-ში და აქედან უკვე შეგეძლოთ რომ გაგეყიდათ ფასი რა. ეს მინდოდა ძირითადად რა, ანუ რომ მეთქვა ამ ვიდეოში ვისწავლეთ ჩვენ ბევრი რაღაცა, გავიგეთ ICT kill zone-ები რა იყო, ვისწავლეთ აი ეს ინდიკატორი, როგორ ჩავრთოთ, როგორ გამოვიყენოთ, ხო? ასევე ვისწავლეთ რომ ანუ ეს სპეციფიკური დროებია, ანუ ეს დროები შესწავლილია ამ ჩვენი მენტორის ICT-ის მიერ და ვიცით თუ რატო მოძრაობს უკვე ბაზარი, როგორ მოძრაობს ამ დროებში და დიდი ალბათობაა რომ ამ დროებში სუფთა ფასის მიწოდება ექნება. აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველთვის გვინდა რომ ამ დროის ფარგლებში ვივაჭროთ. გავიგეთ თუ რატო ქვია აზიის ზონა, ლონდონის ზონა, ხო? ისიც გავიგეთ რომ ანუ ბაზარს ამოძრავებს ფული, ხო? მაგრამ ამ ფულს აწვდის ბანკები და ბანკების აქტივობები აი ამ დროებში იწყება, ამ სპეციფიკურ დროებში. მე გირჩევთ ყოველთვის რომ თუ დამწყები ხართ ნიუ-იორკის AM-ზე ივაჭროთ, ანუ ერთი სესია აირჩიეთ და იმ სესიაში დაიგროვეთ გამოცდილება თქვენ სტრატეგიებზე და უნარებზე თუ და გააუმჯობესეთ ისინი. კიდე ამ დროებში მივხვდით რომ ბანკები ანუ ინსტიტუციური აქტივობა იზრდება, ხო, ბანკები, hedge bond-ები თუ რაც არის, მაგ დროს შემოდიან, ლიკვიდობებს აგროვებენ, მანიპულაციებს ახდენენ და იწყებენ ძლიერ მოძრაობებს. ასევე ეს იყო ICT kill zone-ები, ვისწავლეთ კიდე მაკრო დროები, სპეციფიკური დროები თუ რა დროში იწყებს კიდე ზუსტ მოძრაობებს. ამ მაკრო დროებს რავი, ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ, იმიტომ რომ მე როდესაც ვაჭრობ, ხშირ შემთხვევაში აი 90%-ში მაგას ვიყენებ ხოლმე. გავიგეთ ასევე რა იყო კოლერაციული წყვილები, იყო ერთმანეთთან დაკავშირებული წყვილები, რომლებიც სინქრონში მოძრაობენ, ხო? მაგრამ ხანდახან, როდესაც კარგავენ ამ სინქრონს, გვიტოვებენ smart money timings ან დივერგენციას, როგორც გინდათ ისე დაარქვით. თუ ეს smart money დივერგენცია, ანუ რაც ახლა აქაა დახაზული, თავში გვაქვს, ხდება ფასის ქვემოთ მიწოდება, თუ ძირში გვაქვს, უნდა წავიდეს ზემოთ. ლოგიკა ძალიან მარტივია. ასევე ვისაუბრეთ თუ რა იყო order flow და displacement-ი, რომ ან დიდი იმპულსური სანთელი რომ გადმოვიდა, ეს არის უკვე კონფირმაცია და დასტური და ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ფასს რაღაცა მიმართულება აქვს აღებული და უნდა წავიდეს იქითკენ, ხო? იმიტომ რომ აი რო შეხედოთ აქ ასეთი პატარა მოძრაობა არ აქვს, ფასს აქვს დიდი მოძრაობა და ამას ქვია displacement. ძირითადად ამ ვიდეოში ეს ვილაპარაკეთ, ასევე ყველაზე ფასეული კიდე რაც გითხარით იყო რომ თქვენ ანალიზს როდესაც გააკეთებთ, ყოველთვის დაიწყეთ ანალიზის გაკეთება მაღალი დროის ჩარჩოდან და ჩაშალეთ დაბალი დროის ჩარჩოსკენ, როგორც ამ ვიდეოში ვქენი, ანუ თვიური, კვირეული, დღიური, 4 საათი, 1 საათი, მერე 15 წუთი და ეს იყო რა, ძირითადად რაც მინდოდა რომ მეთქვა, ბევრი მასალა არის, რაც თქვენ უნდა ისწავლოთ უკვე, მართლა ინფორმაციული არის, ძალიან დიდი ინფორმაცია, ეხლა რაც ამ ვიდეოში ვთქვი. თუ ერთ ყურებაზე ვერ გაიგეთ, გირჩევთ რომ კიდე უყუროთ და ყოველ ყურებაზე ახალ რაღაცას დაიჭერთ თითოეულ ნათქვამში. იმიტომ რომ გასაღები არის ზოგადად დეტალებში ხოლმე
რავი, ძირითადად ეს იყო, რაც მინდოდა რომ მეთქვა, მადლობას გიხდით, რომ მიყურეთ, თუ მოგეწონათ, გამოიწერეთ არხი, რომ რამე არ გამოგჩეთ და მადლობა კიდევ და კარგად, ნახვამდის.